მოდით ბატონო ვახტანგ თქვენ გითხარით თქვენი აზრით რამე უკვე მძიმე ეფექტი გვაქვს თუ ჯერ არ გვაქვს? მე მგონია ყოველთვის გვაქვს მძიმე ეფექტი, როდესაც თავისუფლება იზღუდება ამ შემთხვევაში, ეგრეთ თქვენ მიიღეთ მძიმე ეფექტი ტელეფონი ვერ იყიდეთ. და კიდევ ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ სხვათა შორის საკმაოდ მაღალი ხელფასებია, ვერ იყიდეს ტელეფონი განვადებით ისეთი რეგულაციები. კონკრეტულად ბიზნესის წარმომადგენელია და 40%. არა, ექსპორტის პატარა ჩარტოს გავაკეთე, მოდი შემოგეთ. თქვენ ახლა რომღერაი შეიძლება, იმიტომ რომ თქვენი შემოსტავის კოეფიციენტი რაზომა უნდა წავიდეს საწყისთან, შეიძლება გადაფარული არ ვაპირებ მე აქ ახლა ჩემი შემოსავლების განხილვას. ყოველ შემთხვევაში მე განვადებაზე პრობლემა არასოდეს არ მქონია და ტელეფონის განვადების არ გადახდავს, გონი არ გავარ და რა ვიცი ხა ბანკებს ყოველთვის რაღაცა თავისი კრიტერიუმები ქონდათ ხოლმე შეფასების და ყოველ შემთხვევაში ადამიანებს ვინც მედიაში წამყვანებად მუშაობენ მე მარტო ჩემზე არ არის საუბარი კიდე ბევრზე მათ ტელეფონის განვადებაზე უარს არ ეუბნებოდნენ ხოლმე თუ შეიძლება ძალიან მე მახსოვს აი ძალიან ესეთი ტერმინებით და რაღაცებით ბატონი გიორგი ბანკები მიმტკიცებდნენ რომ არაპროფილური ბიზნესი იყო ძალიან მაგარი და ეგ ამით გასულს არა გიორგი კარგი და მე გაერკვა რომ თურმე ცუდი არის და მე 10 წელი რომ მეუბნეოდე რომ თქვენ სულამასამოთ რომ არაპროფილური მახსოვს მოდით ბატონო ვახტანგს მოუსმენთ თურმე კასორი ყოფილა არა არაპროფილური ბიზნესი ვერ ვამოდი იმ მომენტში როცა იმ მომენტში რა 2008-2009 წელს შემოვიდა იყო დიდი კრიზისი ჩემო ბატონო რატო იყო კრიზისი რატო იყო და გლობალური კრიზისი იყო და დაანგრია კენერჩენ ეკონომიკა მოდით ნუ გადავალთ და იმ თემაზე ნუ გადავალთ მაგაზია სხვა თემაზე საკალმახები რო ხონდა ბანკის 2007 წელი ბანკებმა როგორ კასრების წარმოება რო ხონდა დაანგრია კენაკამთა იმის ზეგავლენა იყო რომ პირველ ეტაპში ისი კასრების წარმოება და საკალმახი მეურნეობები რო ხონდა მაგან დაანგრია რას მელაპარაკე კარგით ეგ საქართველოში მაგან დაანგრია 2007-2008 წელს ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენა მოახდინა გლობალურმა შოკმა, რომელიც სოფლიო ბაზარზე მოხდა. კარგით, მადლობა, მოდით ბატონო მოусმინოთ, ძალიან და კინაგან ჩამოიშალა სამშენებლო ბიზნესი 3 და 4 რო იყო გათხრა ჩარეხა. მოდით ბატონო, ვიცით სიტყვა ბატონო ახტანგ. მე მაგალითად მაგ განცდა რაღაცა დომინოს ეფექტით რაღაცა წავიდა, დაიწყო. თქვენ გაქვთ ეს განცდა? მე უკვე ითქვა რომ წარმოიდგინეთ რომ თქვათ ახლა სამშენებლო სექტორში რომ შემცირდება გაყიდვები, ხო? რა მოხდება? შესაბამისად აქ მოთხოვნის არარსებობის გამო ადამიანებს მოუწევთ სახში წასვლა, ანუ უმუშევრობა ის. და კარგავენ სამუშაოს. ზუსტად ანალოგიურია ტექნობუმის განცხადება შეიძლება შეგხვდათ ბიზნესმა მოიფიქრა შიდა განვადების ფორმა რომ ჩაენაცვლებინა ის ზარალი რომელიც უბრალოდ უფრო მეც წვალობენ თორემ როცა არის მოთხოვნა როცა არის და მიმწოდებელი ვადაი რომ მიაწოდოს ფორმა ყოველთვის გამოიძებნება უბრალოდ რაღაცებს წვალობს ეს ხალხი კი ანუ ცდელობა აქვს ანუ როგორ დასრულდა ეს ხო ფაქტობრივად არის ეროვნული ბანკს რომ დაუსხლტეს ხო ბანკის ფუნქციაში ასრულოს ოღონდ ისე რომ ეროვნული ბანკის რეგულაცია მასზე არ გავრცელდეს ანუ უბრალოდ ჩვენთან იმდენი რამე ცუდი ხდება ამ ბოლო პერიოდში ხო ანუ რეგულაციების თვალსაზრისით თავისუფლები დაწყებული აქვს ტაქსების რეგულაციიდან დათვალიერებები მშენებლობის აგერ მაგალითად მშენებლობის რეგულაციებთან დაკავშირებით მე მგონი ბატონი ირაკლი არ მომწევს საშუალებას რომ ბოლო პერიოდში ძალიან შემცირებული ელემენტად ნებართვების გაცემა ძალიან კარგად ემთხვევა სავარაუდოდ იცოდნენ რა ეფექტი მოყვებოდა გაცილ რეგულაციებს და ამავე დროს გაურთულებულია ზოგადად მშენებლობის ნებართვების გაცემა. წარმოიდგინეთ რა დღეშია ეს ბიზნესი, რომელიც იყო ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესი ამ ქვეყანაში. და ხნის წინ და რა რისკები ემუქრება, როდესაც ფინანსთა მინისტრი დღეს აკეთებს განცხადებას და ამბობს რომ მისი აზრით შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყო მცდარი და შემოაჩერება. ტენდენციები მიგვანიშნებს რომ შეიძლება საბანკო რეგულაციების გადალაგება მოგვიწევს. გახსოვთ? თავიდანვე ეწინააღმდეგე. როგორ დემაგოგია? შტარი იყო, როგორ გემაგოგია? არ ვიჩხუბოთ. შტარი არ იყო. შეიძლება გადაისინჯოს შერბილდან. გარკვეული კოეფიციენტი ამაზე. თავიდან რომ მოვიფიქროთ არ შეიძლება. ვერ გავიმინარი. რა ანუ თქვენ რა კრედენშალები გაქვთ რა ანუ როგორ დაადასტურებთ თქვენს კვალიფიკაციას როგორც საბანკო საქმის ექსპერტი რომ მე რაღაცნაირად როგორც არასაბანკო საქმის ექსპერტმა თქვენ პატივისცემით მოგისმინოთ რა გაგიკეთებიათ ამ სფეროში არა განაცხადი ბანკების ასოციაციის დირექტორი ვიყავი 20 წელი და თქვენ მე მედავე რომელი ბანკების ასოციაციის რომელი ბანკების და საბანკო ასოციაციის აი ეხლა რას აკეთებთ მე ორი უნივერსიტეტის პროფესორი ანუ რეალურად ეს თქვენ რას მიმტკიცებთ რომ აი თქვენ ახლა რაღაცას გისმენდით წეგან ამბობდით რომ სადღაც საზღვარგარეთო გააკეთეს ეს რეგულაციები და ამას რადგან გააკეთეს ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა შეგიძლიათ ამიხსნათ რატო შეიძლება სახელმწიფომ გადაწყვიტოს რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა თქოთ როგორც არის ნინო მე და ასე შემდეგ ვერ ავიღოთ ჩვენი შემოსავლებიდან გამომდინარე
სესხები. კონკრეტულად ხო თქვა რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხარჯები ვარეგულიროთ. ხო, კონკრეტულად აი მაგალითად ხო არის რეგულაცია თუ 4000 ლარი მაქვს თუ ამდენი 1000 ლარი მაქვს, ამდენი 1000 ლარი მაქვს. თქვენ მეუბნებით რომ ესე იგი ვიღაცა მიცის ჩემზე უკეთესად, მე რა პასუხისგებლობის აღება შემიძლია ჩემს თავზე და რა პასუხისგებლობის აღება არ შემიძლია. პრინციპულად გეკითხებით, ანუ თქვენ თვლით რომ თქვენ უკეთესად იცით, ან ვინმე უკეთესად იცის, ვიდრე ნინომ, ვახომ და ბანკმა, რომლებიც ერთმანეთთან შედიან მოლაპარაკებებში და თვითონ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისგებლობას და ბიუჯეტმა თუ თავრობამ უკეთესად იცის ჩვენს მაგრად რა შეიძლება გავაკეთოთ და რა არის. ამას კარგი ტერმინი ქვია, პასუხისგებლიანი დაკრედიტების სისტემა ქვია. კი, მოუგონეს, იმიტომ რომ სახელმწიფომ ჩათვალა რომ ბევრი უპასუხისგებლოდ იღებს ჩვენ ვართ უპასუხისგებლოები. კი ბატონო, ბევრი იღებს აი ეს ადამიანი რადგან ბანკის უპასუხისმგებლობა აძლევს კი ყველანი უყაირად ხარჯავს და სახელმწიფო უნდა დაგვიცვას დრამატული მოვლენებისგან ჩვენს ადამიანურად ამიხსენებს. თქვენ არ გეხება და არც მე და არც ნევი. რა მეხება როგორ არ მეხება ნინოს ხო შეიძლება. არა, სხვა რამეს გეუბნებით, მე გითხარი. რა არ მეხება. ეს რეგულაცია რა არის გასაგები რომ გახდეს. აი შეზღუდვა რაშია. რა. აი მაგალითად. აი 1000 ლარი თუ არის თქვენი ხელფასი, არ შეიძლება სესხის მომსახურებაზე თქვათ მიდიოდეს 400 ლარზე მეტი. რა თქმა შეიძლება. იქნებ მე გადავწყვიტე რომ 300 ლარად ვიცხოვრო გეხეწებით მათ შეკითხებს და გათვალა გითხრა. არა ერთი პასუხობ ვინ გათვალა. ერთი არ მაინტერესებს სხვა კითხვა მაქვს თქვენთან ბატონ გიორგი. აი ნახეთ რა კითხვა მაქვს. აი წარმოიდგინეთ რომ მე მაქვს 1000 ლარი. თქვენ როგორ ვზანეთ რომ 400 ლარის მეტის გადახდა არ შემიძლია. თქვათ ჩემს მეუღლეს აქვს ასევე ხელფასი. კიდე მაგალითად მე შემიძლია რაღაც დანაზოგი მქონდეს რომელიც არც არ ჩანს რა და მე ზუსტად ვიცი რომ 500-ის და 600-იც რო გადავიხადო არაფერი არ დამემართება თქვენ საიდან იცით რომ მე 400 ლარზე მეტის აღება არ შემიძლია აი მე საიდან პასუხობ მე კი არ ვიცი აბა ვინც ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ანუ ზედამხედველი იმას კი არ უყურებს თქვენ შეიძლება რა გქონდეს ის უყურებს რომ საბანკო სისტემა არ იყოს ზედმეტი რისკების ქვეშ ამიტომ ვერ უყურებს თქო მაგას მე და თქვენ კი არ ვადგენთ ზედამხედველი არის და ჩემი ფეხებია თქო ეს ზედამხედველი ხო ეროვნული ბანკი ზედამხედველი ერთი თვით თulis და საქართველოში კი არა თulis მარტო აი ესეთ მიიღეთ ნორმატივი რომ 400 ლარზე მეტი 1000 აზრს არა ტანს მაგას ეროვნული ბანკი საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე და ვატირე მეთქი გეუბნებით თქვენი აზრი მაინტერესებს მე თქვენ გცემთ პატივს მე მინდა რომ თქვენ გცემთ პატივი და ამიხსენით რატო შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ამ ტიპის რეგულაცია მიიღოს ანუ ლოგიკა მითხარით მე გითხარით ჩემი ლოგიკა ნინოს ლოგიკა, ნორმალური ადამიანების ლოგიკა, რომ ჩვენ ოჯახებში ცხოვრობთ, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ჩვენ პასუხისგებლობას ვიღებთ ინდივიდუალურს, თუ რამეს ვერ გავაკეთებთ, ვაგებთ ჩვენი თავით პასუხს და ჩვენი ქონებით და თუ მე 500, 600, 700, 800 და 950 ლარის აღება მინდა, თქვენ რა იცით, მე იმას დავაბრუნებ თუ არა თქო. მე საზღვრავ ესე. აბა. მიდაბე. აბა როგორ? რომ თუ თქვენ ვარს ვერ და მე სისტემურად ვხედავ, ვერ სისტემურად ვხედავ. რატომ იღებენ? მე ვიცი სისტემური ხედვა რა. მე რეგულაციებს რატომ იღებენ გითხარით რომ თუ სისტემურად მე ამას მიუშვებ და აღარ გავაკეთებ რეგულაციას რისკები რომელიც შეიძლება წარმოიდგინოს კრიზისი იქნეს რაღაცა თქვენ მე მალები ვერ დააბრუნებ აი საკითხი თქვენზე მეთქი თქვენ რა იცით მე რას დავაბრუნდი და რას არა არა მე ვიცი იქიდან რომ როდესაც ხდება ზედმეტი ექსპანსია საბანკო ბაზრის დაკრედიტების ექსპანსიის ინდიკატორი მაგას მიწყვეტავს ყველგან ხდებოდა კრიზისების წინაპირობაში საკმაოდ დიდი ზარალი ყველა ქვეყანაში. სწორედ მაგალმა დაკრედიტება თქვენ საიდან იცით მე როგორ დავაბრუნებ ზუსტად გლობალური კრიზისი 2008 წელს გამოიწვია მაგალ. როცა ამერიკაში მიუშვეს იპოთეკური ბაზარი, აი მაგრე შეარბილეს ეს კოეფიციენტები და აი მე სხვა შემოსავალი მაქვს რომ მეუბნებით. აი ეგრე ფარავდნენ იქაც პრობლემა არ იყო და ისეთი დიდი კრიზისი მიიღო და მთელი გლობალური ბაზარი დაშალა კინაღა. ამიტომ მე რა ვიცი და თქვენ რა იცით კი არ არის. პასუხისმგებლობა ჩემზე და შენზე ანუ ბანკზე ამ შემთხვევაში რომელიც კრედიტს გაცემს არის ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკი უზღუდავს ბანკებს და არა მე და თქვენი დრო იყო და თქვენ დროში შეგიძლიათ რა უნდა გელაპარაკო თქვენ დროსაც ბატონო მე ვარ წამყვანი თქვენი დრო გადაულოცოთ ბატონ გიორგი ლაპარაკობს კიდე ერთი ჩვენი რაღაც მოვისმინოთ და პრინციპში ჩვენ ახლა ამ სისტემის ახსნაზე აღარ საუბრობთ იმდენად რამდენადაც უკვე შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა ვახტანგმა მოიყვანა მაგალითი და აი კი გვიხსნიდა ბატონი გიორგი როგორ და რანაირად მე სანაძლევს დავდებ რომ არც თქვენ მაყურებელს ერთი სიტყვა არ გაუგია რაც ბატონმა გიორგი მახსოვს თუ კიდე სანაძლევს ვინმე დარეკოს და 1000 ლარს ვიხდი და ვინმე მახსნას რა ილაპარაკა ამ ადამიანმა აი თუ მოყვება ერთი წუთის განმავლობაში 1000 ლარს ვიხდი
ვაიმე. კი ბატონო. აუ. აი ვინმე ხო გიყურებთ, ხო? დარეკოს ერთმა ადამიანმა და მოყვეს რა ილაპარაკა ამ კაცმა. კარგი, მე მანამდე მერაბ დავუსვავ კითხვას. ანუ ჩვენ ჯერჯერობით შეგვიძლია წარმოვიდგინეთ ბატონო, თქვენი დრო მთლიანად ბატონ გიორგის დავუთმეთ და გითხავთ რა. ეხლა დაგიბრუნდებით. შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ რა მასშტაბის შემცირებებთან გვაქვს საუბარი. თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე სტატისტიკა. შეუძლებელია, ანუ 20%-ზე საუბარი. ფილიალი იქიდან თანამშრომლები უმუშევრები რჩებიან, მათ შორის საბანკო ექსპერტები, საკრედიტო ექსპერტები რჩებიან ბანკში. ყველა სფეროს არტყავს. ანუ არა მარტო ეს პირველ ჯერზე ხო ამათ ვურტყავს, მაგრამ სანამ ეს ადამიანები, რომლებიც მე სახში წავლენ, ხო? და რომლებიც შემოსავლების შემცირება, ანუ ეს ხო ჯაჭვური რეაქციას გამოიწვევს. ესენი ხო აღარ მოიხმარე უკვე ისეთ პროდუქტებს, რომელსაც მანამდე მოიხმარდეთ. ბატონმა ირაკლიც აღარ უთქვა, ჯერსახლი უნდა შედეს, 6 თვეში ტელევიზორი უნდა იყიდოს და ასე შემდეგ. ხელფასიც ხო ასია. თუ მანამდე რაღაცა მაგათაც ეს ხილო აქვს აღებული ვინოებით რა? ხო, წარმოგიდგენთ, ჯერ ხო არ დასრულებულა ეს ვალდებულებები ხო ერთმანეთზეა სულ გადაგული. სადღაც რა ეს ვალდებულებები გადაიჭრა ხელოვნურად. შემდგომში რო აღარ შესრულდა, ეს როდის დასრულდება? შედეგი შეიძლება ვნახოთ 6 თვეში, შეიძლება ვნახოთ 9 თვეში. ანუ დომინოს პრინციპით წასულია უკვე პროცესი და ჯერ ბოლომდე არ არის. შედეგობას 1000 ლარზე ნაკლებს ეს ხელფას არავინ არ იხიბდა და ყველას აი 100 პროცენტს ჰქონდა სამოხმარებლო ცეცხლი აღებული. ანუ ეს ხო დარჩა დღეს აბარა გავზარდეთ არმია ხო ვინც უმუშევარი დარჩა ის ცეცხლი ვიღა მოიმსახურება მაგალითად მოდით მე რა ბრძანოს და რეკლამაზე უნდა გავიდეთ აი ეს დომინოს პრინციპი არ გაშინებთ თქვენ რომელიც აშკარად დაწყებულია აშკარად დაწყებულია მოდით მოუწყებლობაში მუშაობს რა პასუხისმგებლობა გრაზე უნდა აშინებდეს ვერ ხვდები ბავშვი კარგი მოდით დაასრულოს აზრი რა გაშინებთ როგორ უნდა გაშინებდეს დაასრულოს აზრი მე რა რაშუში რასი ხართ აქ სალაპარაკოთ მოსული ვერ ხვდები თქვენ გეშინიათო როგორ უნდა გეშინიათ საუბრობთ საბანკო რეგულაციებზე და მის შედეგებზე მე ძალიან მეშინია კი თქვენი მეშინია მე ა ჩემი გეშინია რატო გეშინია თავრობის რასაც თქვენ აკეთებთ თქვენ აპრავებთ თავრობას თავრობა აკეთებს და ჩვენ არ აპრავებს აქ მომიწვევს როგორც დამოუკიდებელი ადამიანი ეკონომისტი და საუბრობ ამ საკითხზე ჩემას სუიზახ პირველად ხო არ გავიგე რომ პირველად ამხედავ მაგრამ მე აქ იმისთვის კი არ მოვდივარ წერა პასუხი გაგვეცი ხო არ გაგვეცი რა პასუხი უნდა გავიგე ის რომ ადამიანებს რომ 60 ვიცი რომ ადამიანებისთვის არ არის საკმარისი 180 ლარზე ნაკლებ დახმარებასაც რო აძლევ რა კარგია ეს საბანკო რეგულაცია ცუდია ძალიან ცუდია რომ ადამიანს ეს საბანკო რეგულაციაზე გეკითხეთ თქვენ როგორ ხედავთ აი ამ პროცესის გაგრძელებას ქართული ოცნების დასრულებით იმიტომ რომ ეს სიტუაცია უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის ყოველ დღე ვიგებთ ინფორმაციას რაღაც გიჟების შესახებ რომელიც რეგულაციებს ეხება ძირითადად როგორც ჩანს პოლიტიკური კონტროლი ბიუროკრატიაზე აღარ არსებობს ეს ჩანს იდეაში პარლამენტში მიმდინარე სიტუაციიდან მაბატეთ პოლიტიკურ საკითხებს ვეხები, მაგრამ ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვულია პირდაპირ. ხო, პირდაპირ არის გადაჯაჭვული. ანუ როგორც ჩანს, რასაც ჩვენ ვაპირდებით გირჩი ყოველ შემთხვევაში, ანუ სისტემა აღარ ექვემდებარება ესეთ უშუალო პოლიტიკურ კონტროლს და აი წარმოიდგინეთ გახსოვთ ეს სიტუაცია იყო, რომ ერთი პერიოდი ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ თუ გახსოვთ და რაღაც ერთ წელიწადში და რო არის ბეგრებოდა საშემოსავლო ხო თვისაც დაბალი ხელფასი ჰქონდა და მერებუნდებოდა თუ ერთ წელიწადში თუ ორ წელიწადში გააუქმეს და ის ადამიანი ვინც ანუ ეს ინიციატივა შემოიტანა იგივე ადამიანმა შემოიტანა ინიციატივა და გაუქმების შესახებ და რო კითხეს რომ ორი წლის წინ რო გეუბნებოდით რომ ამის გაკეთება არ შეიძლებაო იმიტომ რომ აი ზუსტად ვეუბნებით აი ეს მოხდება ეს მოხდება ეს მოხდება ზუსტად ეს ყველაფერი მოხდა და ნუ შესაბამისად გააუქმეს რა მაგრამ ამ ადამიანმა თქვეს რაღაცა რომ მაშინ 2 წლის წინო რა ესო ძალიან კარგი რაღაცა გავაკეთეთო და ეხლაო დადგა რომ გაგვეუქმებინაო ანუ რა უნდა ელაპარაკო ნინო ესეთ როდესაც ესეთი ოპონენტი ყავს როდესაც ერთადერთი არგუმენტი არის რომ რაღაც ქვეყანაში რაღაცა მსგავსი რამე გააკეთეს ისე რომ არც წყარო არსებობს არაფერი არ არსებობს არაფრის მნიშვნელობა არ აქვს რა სინამდვილეში რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სიტყვის ფასი აღარ არსებობს ხო და მგონია რომ შეიძლება რომ მართლაც მე მესმის თქვენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გაზვიადება გჩვევია ოპოზიციას მედიას ფინანსთა მინისტრია რო არ ვიდაოთ ავიკითხავ მანაც და არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბური რეგულაციების მომხრე არც დღეს ვარ იმეც ვიტყვევ რომ ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას რომ თუ საჭიროა გადახედოს ამ რეგულაციას გადახედავს აუცილებლად იმიტომ რომ ეგრე როგორც კი იგრძნობენ რეალურ პოლიტიკურ საფრთხეს ცუციკები ვით გადახედავთ აი ეს ბატონები ანუ პროტესტ ხალხის პროტესტ ეხლა უკვე დრო მოვიდაო რომ მიზანი მივაღწიეთო და გავაუქმოთო ერთი წამი წარბსაც არ შეიხია მოდი ბატონ მე რას მიცეცი